სკოლის სურნელი მოგესალმებათ ბატონ ლადო კახაძესთან და ასმათ კევლიშვილთან ერთად. ლადო, საღამომშვიდობთ. ძალიან მოგნატრებია ჩვენ სკოლა და ახალგაზრდობა და ბავშვობა. რას მეტყოდით? მომენატრა, სკოლაც მომენატრა, ისლების მომენატრა. ჩვენი გამზრდელების მომენატრა. მაგრამ შევდაგინახეთ ჩემო ძვირფასო, ეს ყველაფერი ერთდროულად გამახსენდა და აღდგა ეს ვირტუალურ სამყაროში და უდიდეს მადლობას გისურვ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი გამახსენე კიდევაც. შენი თავის შემოქმედე და რას მთავარია ის სიყვარული გაათასმაგე, რა სიყვარულმა ჩვენ ერთი წლებიში ერთი ბავშვობა გამოვატანა. 1968 წელი გახსოვს ალბათ. თქვენ სკოლაში რო გადმოვედი პირველი სკოლიდან რაღაც მოდასავით იყო, იცი? არც რაღაც სურვილი ქონა იმის, რაც შეიძლება ბევრი გაგვეცნო? მეგობრები ყოლოდა, თუ რა იყო, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ცუდი ამიდან არაფერი არ გამოსულა. კარტი გამოვიდა. უკეთესი და მე მადლიერი ვარ იმისი, რომ ერთი სკოლიდანაც და მეორე სკოლიდანაც არაჩვეულებრივი, ჩემთვის ძალიან საყვარელი და არა მარტო ჩემთვის საყვარელი, ყველასათვის საყვარელი და ბედნიერი ვარ, რომ ისეთი მეგობრები მყავს, ვინც საკმაოდ ცნობილი, საყვარელი, კარგი ადამიანები გამოვიდნენ და ლადო, არაერთხელ დამსიზმრებია კიროვის ქუჩის, ანუ ლენინის მოედნიდან რო ამოვდივართ კიროვის ქუჩაზე, იქ კუთხეში მაროს წყალი, სანაყინე იყო. სწორედ ამას წინათ ვნახე სიზმარში და რაღაცა ნოსტალგია მაქვს, თუ იმაზე ვფიქრობ, თუ რაღაც კარგი პერიოდი იყო, კარგი დრო იყო და ძალიან მომენატრა არ ვიცი. იმის გემო, იმ წლის გემო, დღესაც მახსოვს კი. სულ გასვლის ეს და იქაც აი იქ შეხვედრა ადამიანების ხა ესეთი ადგილი იყო, სადაც ასაკი კარგავდა თავის ზონას. იქ მე-5 კლასელი, მე-6 კლასელი, მე-10 კლასელი, მე მახსოვს მე-10 კლასელები პირიქით პატარა ბავშვებს დაგვიზახებდნენ ხოლმე, როცა პატარები ვიყავით და იქ წყალს დაგვარევინებდნენ, გემოს გადასინჯებდნენ, იქ რამცხარი იყო, კიდე ნაკინი იყო, იქ იყო. სხვა ურთიერთობები იყო. აბსოლუტურად განსხვავებული ურთიერთობები იყო. მე მგონი ახლა უნდა შეველიოთ ჩვენს ფორმას, იმიტომ რომ მე არ მინდა პატივცემულო ტელემაყურებლებო განსაკუთრებული ყურადღება ჩვენს მონაპოვარს მიაქციოთ, მონაპოვარი რომელიც არის რა თქმა უნდა ჩემი დაპატარავებული წინსაფარი და ლადოს დაპატარავებული პერანგი. რა თქმა უნდა, ამიტომ ეხლა ჩვენ აწმყოში დავბრუნდეთ, გამოვისვა. თუნებას დამთა ბავშვობას რომ დავემშვიდობოთ ბავშვობას. მე ეს ციხე მოგიწარე საჩუქრად. უღრმესი მადლობა. საბუდარში ძვირფასი საბუდარში და აქ არის ერთი პატარა რაღაცა რომელიც მინდა წაგიკითხო და აქ ალბათ ნახოთ აი ხო ხედავ ასაკი მაინც რაშლება ასაკი. ნუ ყველაფერს რო თავი დავანებოთ ლადო, მე და შენ ორივე ერთად 120 წლის არა, მე კორექტი შევიტან. 120. აი მინდა რომ ეს დარჩეს ისტორიაში. 10 წელი მე რო დავამთავრებდი სკოლას, ასმათი მაშინ შემოვიდა პირველ კლასში. არა, მაგას არავინ არ დაიწყებს. აი ესე, ჩვენ არ გვეშინია ასაკის, იმიტომ ჩორტილები ვართ, ვიყავ სიცოცხლე და აი ასეთი ლექსი მაქვს, რომელიც ახლა თემას დაემთხვა და აბურდული, დაწვედილ გადაბმული, ძაფები, სიცოცხლის ძაფები, ბავშვობა, წარსულის ცრემლებით გალუმპული, საკლასო ოთახში მდუმარე დაფები, ქუჩები, სახლები, ბაღები, ჩიხები, ფოქსტროტი, ტანგო და ვარსები, წარსულის მომავლის გაზრდილი ნიხრები, გაკვეთილ გაცდენილი კლასები. სათლები, ხატები, ლოცვები, ზარები, ფიქრი, დაღარული იჭვით, საკლასო ოთახის კედლებში ბზარები, არ დაფასებული ნიჭი, საროსკიპოები, დუქან ფარდულები, ღამე, ნავთვრალები ღამე, დაუპყრობელი სართულები, მოკიბული რამე, წიგნები, დავთრები, ძველი დღიურები, ფიცი, დადებული ფიცი, როგორც ჩემი ძმა კიურები სამიზნე გავხდები, ვიცი, ჭიქები, ყანწები, ჯამები, ჩაფები, სადღეგრძელოები მწველნი, კლასში დარჩენილი ბებერი ჩანთები, ჩვენი საიდუმლოს მწველნი. იქ დარჩა ჩვენი საიდუმლო, იმ წიგნებში, იმ კლასებში, იმ ჩვენ ძველ ჩანთებში, ბევრი ჩანთები შენახული გვაქვს ზოგიერთ ჩანთებში. მე შენახული მაქვს, ხედავ ჩვენ წინსაფარი და პერანგიც კი შევინახეთ, ისეთი საგვაქვს მონატრება და ისეთი სიყვარული სკოლის და პატივცემულო ტელემაყურებლებო დარჩით ჩვენთან ერთად და სულ რამდენიმე წუთში მე გაგიმხელთ ერთ საიდუმლოს, თუ საიდან აქვს ბატონ ლადოს პოეტური ნიჭი. ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ.